ნამდვილად. აი ეს ვიღაცა არის ყველაზე საინტერესო. მაშ ასე თუ არ ვწდები ნიაზ მოხდება შემდეგი რომ აი ეს არაჩვეულებრივი ხელმოწერილი ბურთებს და რაღაც სხვადასხვა საჩუქრებს მოთამაშეები თუ არ ვწდები მაყურებელს დაურტყავენ. ეს ერთი, მაგრამ მოედანზე გამოწვეულები არიან ახმეტის თუშები. ეს 18 წლამდელთა გუნდი, რომელიც ბელგიის 18 წლამდელთა 7 კაცის გათამაშებაში მონაწილეობდა საერთაშორისო მატჩში და მოახერხა ამ ტურნირის მოგება. ძალიან მნიშვნელოვანი პირველად იყო ამ ბიჭების გასვლა საერთაშორისო არენაზე. აბსოლუტურად პირველად იყო და ულოცავთ რა თქმა უნდა მთელი გულით და სულით მათ თავარდნელს სოსო მიქელაძეს ძალკე და სწორედ ამ ბიჭების დაჯილდოება მოხდება ეხლა. გადასცემენ მაისურებს, არტერიან ბურთებს და სხვადასხვა საჩუქრებს. გია ლაბაძე და გია ნემსაძე შეასრულებენ ამ დაჯილდოებას, კი ბატონო, რა სიხარულია ეხლა ამ ახალგაზრდებისთვის, ნიაზ, როდესაც რა თქმა უნდა. და აი თვითონ იოსებ ტყემალაძეც ესალმება ბიჭებს, წარმატებას უსურვებს, სხვა რა უნდა უსურვოს და შრომის მოყვარეობა და მიულოცოთ ამ ახალგაზრდებს ახმეტის თუშების, ესე იგი, მოთამაშეებს და უსურვოთ წინსვლა, ჯანმრთელობა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ. ძალიან ახალი სარაგბო წერტილი წმინდა ინგლისური ვარ. ერთი მნიშვნელოვანი ამაზე
და უბრუნდებით ვირტუალურ ტელემაყურებლებო ტელეეკრანებს და მატჩს მოთამაშეები გამოვიდნენ, საჯებიც გამოვიდნენ, დაიწყება მეორე ნახევარი, თუმცა საკმაოდ დიდი წვიმი. ალბათ თავის უფრო ელფერს შეამაშ დაამძიმებს, უფრო მეტ ჯახს, ასე როგორც რეგბისტებს შევია თქვათ ხოლმე და ვნახავთ თუ როგორ წარიმართება. ორივეს შეუძლია კარგი ძალისმიერი თამაში შესთავაზოს მაყურებელს და ერთი მეორეს და ვნახოთ ნიკა ამაშუკელი ელოდება დროს და აი ჩასწვინა მეორე ნახევარი დაიწყო. ვანა ფუტკარაძე უკვე მოედანზე გახლავთ, ანუ 15-15-ზე გააგრძელებენ როგორც ერთი ისე მეორე გუნდი თამაშს და ყველაფერი ეს ხდება პირველი დარტყმის შემდეგ ბათუმელთა 22-ში. ამასობაში 10-6-ია შევახსენოთ მაყურებელს ანგარიში ბათუმის სასარგებლოდ. ერთი უპასუხოლებელო აქვს ჯერჯერობით გატანილი და კოპაბუჯიაშვილის მიერ მოგერიებული ბურთი. ხო, პრობლემები შეიძლება კიდევ უფრო დამატებით გაჩნდეს, გამომდინარე იქიდან რომ ამედი მკვეთრად შეიცვალა. ლამის ტროპიკული წვიმაა. და მოედნის 10 მეტრიანი წყვეტილ ხასთან ბათუმის მოედანზე ყოჩებს აქვს დერეფნის შემოგდების უფლება. ამ საქმისთვის ლაშა საჯაი არის გამწესებული, ლაშას მიერ აგდებული ბურთი მშვენივრად მოახერხა და ლაშა ფოფხაძე მოახერხა ამ ბურთის მოგება და ყოჩებმა მოლი შეკრეს. ბათუმელები ჯერჯერობით გადასარევად იცავენ თავს. მოლის გვერდზე მოახერხებენ ვითომ ყოჩები შეტევას. დაძრეს შენ წარმოიდგინე, მაგრამ ბევრი ვერაფერი. წესების ფარგლებში ახერხებენ ბურთის დაუფლებას და ირაკლი გეგენავა 5-6 მეტრის მოგება მოახერხა და ჯარიმა. ამჯერად ყოჩების სასარგებლოდ იქნება ყველაფერი ეს. ნუ აქ თითქმის ეჭვის ბოჭვა და კიცოში თამაში. თითქმის ეჭვის შეტანა იმის თაობაზე რომ აუჩი მოიგერიებენ ყოჩები ბურთს. არ ღირს? არა, კარებში მიუთითეთ. კარებში მიუთითეს 10-6-ია. 10-6. ეს დარტყმა კარგად შეასრულა, ზუსტად შეასრულა. ძალიან რთული დარტყმა. კი, რა თქმა უნდა. ძალიან რთული დარტყმათა კატეგორიას მიეკუთვნება ის დარტყმა, რომელიც ახლა იქნება შესასრულებელი ლაშას. და ეცდება ლაჩამალოგურაძე კიდევ გავიმეოროთ რომ მინიმუმამდე შეამციროს ანგარიშის სხვაობა. კიდევ ერთხელ შეგახსენეთ, მესამე წელია ზედიზედ ბათუმელები ახერხებენ ფინალურ ეტაპზე გასვლას და ფინალში თამაშს. რაც შეეხება ყოჩებს, ისინი მართალია 2007 წლის მერე არ ყოფილან ფინალში, მაგრამ დღევანდელ თამაში როგორც ეთქვა, მიუხედავად იმ პრობლემებისა, რაც უკანა ხაზში შეექმნა და სამი ძირითადი მოთამაშე როგორც გითხარით მათი მოედანზე დღეს არ არის, მესამე ამ კამპანიას დაემართა ჭინაძე და დარტყმული რომელიც ლაშა აბსოლუტურად უნაკლო იყო. ამ დარტყმას ხელს მოაწერდა ნებისმიერი გნებავ ზელანდიელი, გნებავ ირლანდიელი და გნებავ უელსელი. ფრანგიც ნებისმიერი მოგეთახმიას გეთანხმები ძალიან კარგად შესრულებული დარტყმა ლაშა მალაგურაძის შესრულებით და ვნახოთ რას უპასუხებს ამას ბათუმი. და ანგარიში მინიმუმამდე შემცირდა 10-9. და შორს დარტყმული ისევ ლაშას ჩაუვარდა ეს ბურთი და არც ისე კარგი დარტყმული გამოვიდა ეს ბოლო ლაშა მალაგურაძეს 22 მეტრიან ზონაში შიგნით მაგერ მიემართება ამრიკიშვილი ბურთის ასაღებად ის სახელმწიფოს კი მიაწოდეს გაწმენს ბურთს და დერეფანს შემოაგდებს სრულ რაოდენობრივად სრული დერეფანი დააყენა ბათუმმა ეცდება რომ ბურთი მოიგოს ეს ყველაფერი ხდება 22 მეტრიანის ხაზზე. ითვლება რომ უკვე შიგნით არის ახლა ხასიათით არის უკერი. ბათუმელების საყვარელი თემა მოგეხსენებათ, რაც ძალიან კარგად გამოიყურება. ეხლა დროშასავით დაიჭირეს ხელში ფუტკარაძე, მაგრამ დაუშვეს მიწას და საბოლოო ანგარიში რა ხდება? არა ახერხებენ ბათუმელები გარკვევის მოწყობას და ჯარიმის უპირატესობას კი აქვთ სმოლის ჩაქცევის გამო ბათუმელებს. და ყველაფერი ეს ხდება წითელ ზონაში. ბათუმელები უკვე ძალიან ახლოს არიან ლელოსთან და
ჩხარტიშვილი ახერხებდა ბურთის გაკონტროლებას, ისევ ბათუმელები არიან შეტევაში, ამჯერად უკვე მოკლე დარტყმებით მიიწევენ. შუბიძე იყო საბა. ცენტრისკენ გაიტანეს ჭინჭველაშვილი. აკი გადასარევად მოახერხეს ყოჩებმა განეიტრალება სიტუაციის. ურჯუკაშვილი დააწვინეს და ბურთი უნდა გაანთავისუფლონ ყოჩება რახან თვითონაც ძირს არიან. ფუტკარაძე და კიდევ ახალი უპირატესობა მაღალი ბოჭისა თუ არ ვწდები. ისე მარჯვენა ფრთაზე უტევენ ბათუმელები, ისე მარჯვენა ფრთაზე უტევენ და ყველაფერი ეს ხდება. მარჯვენა ფრთაზე ცხადია და ბათუმელების კონტროლის ქვეშ გახლავთ ბურთი. ოიავამ შეუტია ხელდახელ შეინარჩუნა ბათუმი, თუმცა ოდნავ უკან დაიხიეს. 15-იან ზონამდე იყვნენ მისულები და ძალიან კარგად წაიღო ეხა ეს ბურთი. ზნელაძემ ისე მარცხენა ფრთაზე ნინიძე შეგახსენებთ რომ უპირატესობა ისევ გრძელდება ჯარიმის ორი ადგილებზე და აი უბრუნებს ნიკა ამაშუკელი და მისცემს არჩევანს სავარაუდოდ ჯარიმა იქ ან აქ. ხო და ეს იქ ან აქ ცენტრალურ კოჩების კაპიტანს ნიას ნახოთ რას ეტყვის. აი მეორე ჯარიმა რომელიც იქნა მიღებული ფაქტიურად კარის სცენარი. რაც დიდი ალბათობით რასაც დიდი ალბათობით ბათუმელები კარში დარტყმით გამოიყენებენ. და იმ სტატუს კვოს აღადგენენ, რომელიც პირველ ნახევრისთვის ჰქონდა. შენ რას ფიქრობ? და ყვითელი ბარათი ნიას. ლეხიაშვილი იღებს ყვითელ ბარათს. აჰა. პირველ ნახევარში როდესაც გააფრთხილა ნიკამ ალბათ დარღვევების და რამოდენიმე მაღალი ბოჭვა უკვე იყო გაკეთებული ყოჩების მხრიდან და ახლა ყოჩებს მოუწევთ ნიკოლოზ ლეხიაშვილის მოედნიდან გაყვანა და იგი 10 წუთით ვერ მიეხმარება საკუთარ გუნდს. აჰა, კარებში არ გადაწყვეტეს ბათუმელებმა და ბუნებრივია. ფანში გადააგდეს, და ჯერ არ გადაუგდიათ, აგერ ჯინჭველაშვილი არის ბურთთან. რაც შეეხება ყოჩებს, მთელი 10 წუთის განმავლობაში მოუწევთ კაცნაკლული ყოფნა. სიტუაცია კი მათთვის ძალიან გამწვავდა. ის რომ ბათუმელებს ეხლა ამ წუთას აქვს ძალიან ხელსაყრელი პოზიცია იმისთვის რომ კიდევ უფრო ფაქტიურად 15-ში მივახტოდნენ მოწინააღმდეგის ლელოს ეს ერთი, ის რომ რიცხობრივი უპირატესობა გააჩნიათ ეს ორი. ნახოთ გადაწყვეტილება რომელიც იქნება მიღებული. მე მგონი უკვე მიიღეს გადაწყვეტილება, ხო ვერ შეცვლა. ტელეფონში მოიგერიებს ამ ბურთს. ჩაქცევის გამო ყოფილა, მოლის ჩაქცევის გამო ეს ბოლო ჟესტი ესანიშნა ნიკა ამაშუკელმა. ეს ამ წერტილში რაც შეეხება იმ წერტილს რომელიც იქ იყო, იქ სხვა თემა იყო. და ისევ მამრიკიშვილი ბურთთან ყველაზე ახლოს ასკი შეიძლება წესების თანახმად დაინიშნოს ტელეფონი ბათუმის შემოაგდებს, მაგრამ წინვალე თამაში ლაშა პოპხაძის. კარგად წაიკითხეს ყოჩებმა ძალიან დაცვაში. მე მგონი სერიოზული შეცდომა დაუშვეს იმის თაობაზე ბათუმელებმა რომ კარებში არ დაარტყეს. საკმაოდ ძლიერად გამოიტანა. აუ დიდი მანძილი ამოასრულა თავისი გუნდი, შეიძლება ასე ითქვას. მე დამჭა შტაბეჭდილება რომ ბათუმელებმა სერიოზული შეცდომა დაუშვეს კარებში რო არ დაარტყეს. ეს ტელეფონი მოეგოთ უფრო უკეთესად. ხო, ცხადია. ის რომ ბათუმელების საყვარელი თემა გახლავთ დერეფანში ბურთის მოგება და შემდეგ მოძრავი მოლის საშუალებით ლელოსკენ დაძვრა. ეს გადასარევად მოგეხსენებათ ვინც ამ სეზონში მიაქციეთ კიდევაც ყურადღება მათ თამაშს გამოიგეს ბათუმელებმა ბურთი და უკვე ცენტრალურ ზონაში ურჯუკაშვილმა გაჭრა ხაზი და მე მგონი ურჯუკაშვილი ახერხებს ლელოს გატანას, მას შემდეგ რა ცენტრალურ ზონაში გაუჭრა მოწინააღმდეგეს ხაზი. ეს პირველი ესეთი სუფთა ჭრა იყო მე მგონი მთელი თამაშის განმავლობაში რაც ვიყიდეთ დღეს. გახსენდება რომელიმე ეპიზოდი სხვა? არა, ასეთი არ მახსენდება და აი თუ შეიძლება თამამად იყოს რომ აი აქ გააყდა ყოჩებს ის გაძევებული მოთამაშე რომელიც დაცვაში გამოვიდა. ბექა ურჯუკაშვილის მიერ გატანილი ლელო სერიოზულ უპირატესობას აძლევს ბათუმელებს ანგარიში. ამ წუთისათვის ხდება 15-9, რეალიზაცია ბუნებრივია დაირთმება. ნინიძე შეასრულებს ამ დარტყმას. ასევე რთული პოზიციიდან. კი ბატონო, ეს ერთი, მეორე ის რომ მომდენო 8 წუთის განმავლობაში 14 იქნებიან ყოჩების მოედანზე. აი ეს კიდევ უფრო ართულებს მათ მდგომარეობას დღევანდელ ფინალურ მატჩში. აი შეხედეთ აქ სერიოზული შეცდომა იქნა დაშვებული, სერიოზული შეცდომა იქნა დაშვებული. და სულაც ნელაძე ჩინგიდან მიყვებოდა კიდე დამხმარეთ. ხო, ის რომ
რანი ფხალაძე ამ სიტუაციაში შეცდა ეს ცხადია დაცვაში თამაშის დროს ის რომ ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ტანდემი ურჯუკაშვილის და ძნელაძის ბათუმელების შემადგენლობიდან ბუნებრივია მთელი ჩემპიონატის განმავლობაში ახერხებდა სერიოზული პრობლემების შექმნას მოწინააღმდეგე გუნდისთვის. ესეც ძალიან კარგად მახსოვს. ამ სიტუაციას ვერ გაუმკლავდნენ ყოჩები დაცვაში. შენ აბსოლუტურად მართალი იყავი, როდესაც საუბრობდი იმის თაობაზე კაცნაკლებობაზე. დიახ, ნაკლულია და ბურთი გატანილი იქნა თუ არა, გატანილი იქნა ბურთი ძალიან რთული სიტუაციიდან და ეხლა არა განმეორებით ნახულობთ იმ სიტუაციას, რომელიც ურჯუკაშვილის მიერ გატანილი ლელოთი დასრულდა. ბურთი როგორ იმის თქვა ნამდვილად შეიძლება რომ ბურთი გატანილი იქნა. დიახაც გატანილი იქნა. ამ რთული სიტუაციიდან არა? ანგარიში 17-9 არ დაბლოზე. ერთმა გვერდითმა მსაჯულმა ალამი აწია. მეორე მას არა უწევი. თუ არ ხიმეშლება ნიკამაშვილის ჟესტმა გამოასწორა ეს უზუსტობა და ანგარიში უნდა დარჩეს 15-9. ყოველ შემთხვევაში მაღალი დაკიდებული ბურთი პირველი სასტარტო ბათუმელებმა მიიღეს. ბუჯიაშვილი. და ფეხით გადაკიდეს სიღრმეში. ირაკლი გეგენავამ იგივეთი უპასუხა. ცარიელი ზონა მონახა. ჯიჭველაშვილი. მანაც მონახა ცარიელი ზონა. და თანაც როგორ კონჩეტევა წამოიწყო ეს გიორგი წეშელიაძე. წამოიწყო კონჩეტევა ბურთივისა. დაიტოვეს ყოჩებმა. რთული სიტუაციაში შეიძლება აღმოჩენილიყვნენ ყოჩები. იმდენად კარგი იყო ჯინჯოლაშვილის ფეხით დარტყმული ბურთი. მორკინალებზე გადაიტანეს თამაში. ჭუმბაძე დარტყმის შემდეგ ისევ დაიტოვეს ბურთი და სიღრმეში გადატანილი ბურთის შემდეგ მალაღურაძე ცენტრალურ ზონაში ახერხებს ამ ბურთის საერთოდ მოგერიებას. ცენტრალურ ზონაში კი არა, მეტოქის 10 მეტრიანთან მოწინააღმდეგე არა ცენტრალურ ზონაშია. კი ბატონო. მოკლედ ბატონებო და გალბატონებო ანგარიში გახლავთ 15-9 ამ წუთისათვის და რიცხობრივი უპირატესობა ისევე როგორც ანგარიში უპირატესობა ბათუმელების მხარეს გაქვს. ყოჩების შემადგენლობაში ცვლილება არის. ნიკა ჭყიკვაძე შემოვიდა 8 ნომრის პოზიციაზე და როგორც ვატყობ წეშელიაძე გავიდა. და ორი ხელით ამჯერად უკვე კარგად მოახერხა ბათუმმა ბურთის მოგება. ჯიჭულაშვილი მაღალი აბრაგანი აწია. ძნელაძე და ურჯუკაშვილი მისდევენ ამ ბურთს და თუ არ ვწდები ძალიან კარგად ითამაშეს აქ ჰაერში. ძნელაძეს დარჩა ეს ბურთი. და ისევ ხელდახელ უტევენ და მაღალი ბოჭვის უპირატესობა ისევ. სიღრმეს დავიდა ბათუმელების თამაში. ძნელაძე მონახა ხრელი და გაგრძელებაც გადასარევი მონახეს ავანტურში. ისევ ურჯუკაშვილი იყო შეტევაში. ჯარიმის უპირატესობა კიდევ ერთხელ დაფიქსირდა. წანი ვერ შეინარჩუნა ყოჩებმა. ნინიძე შიგნით შემოუტრიალა ბურთი. წინ თამაში და დაუბრუნდება ჯარიმის. ყოჩებს სერიოზული ჩავარდნა აქვთ მას შემდეგ რაც ნიკა რექვეშვილი გავიდა მოედნიდან. კაცნაკლებობას მაქსიმალურად ცდილობენ ბათუმელები რომ გამოიყენონ. უკან ახალს უფრო და უფრო ენერგიულად. ხალხადან ვერ შეინარჩუნა ტანი და ძირს დაეცა და რაგბის გუნდსაც დააჯარიმდა. ნუ ბათუმი ნიას კარში უთითებს, კარში უყავს და ეცდებიან რომ კიდევ 3 ქულით გაზარდონ სხვაობა. რას ფლიანობას 9 ქულიან სხვაობამდე მიიყვანს. ნინიძე კიდევ ეცდება რომ კიდევ 3 ქულით გაზარდოს თავის მონაგარი ნიას
საერთო ჯამში და გაუხდება რამდენი გულა უკვე აღარც ვიცი. ამასობაში მე იმის თქმა მინდა რომ დაჩი კოპაძე და გუგა შენგელია გამოდიან მოედანზე. და თემურ სოხაძესაც ხედავ რომ გახურებული გას 22 ნომრით ემზადება შემოსასვლელად ნიას. თუმცა ჯერ არ შემოსულა. კოპა ჯიმშელიშვილმა არა კოპა დატოვა ბურთი ვერ გეტყვით. სამაგეროდ იმას გეტყვით რომ ბურთი გავიდა კარებში და ანგარიში გახდა 18-9 გოლიანი უპირატესობა დაფიქსირდა. კი ბატონო, თემო სოხაძე შემოდის 22 ნომრად. 17 ნომრად ყოჩების შემადგენლობაში სანდრო ქიტუაშვილი შემოვიდა, რაც შეეხება 18 ნომერს გიორგი ხოსიტაშვილი. ანუ პირველი ხაზელები ჭუბაძე და ხუთნიაშვილი ტოვებენ მოედანს. ლაშა მალაგურაძე ბურთთან და იგი ცენტრიდან განაახლებს არ ეკნით თამაშს. თუმცა პაუზა არა. სერგი ჩხაიძე გავიდა მოედნიდან. სერგი ჩხაიძის მაგივრად არის შემოყვანილი თემო სოხაძე 22 ნომრად. ბათუმმა დაიტოვა ეს ბურთი საკუთარ 22 მეტრიან ზონაში არიან და რამოდენიმე ან ერთთან ორ დარტყმას განახორციელებენ რათა გასწორონ პოზიცია და ფეხით გადავლენ მოწინააღმდეგის ნახევარზე. ყოველ შემთხვევაში ეცდებიან ნინიძე აუჩი გადაიდანა. კი, მოიგერია. მათთვის საკმაოდ კომფორტულ სიტუაციაში მიდის თამაში განსაკუთრებით მატჩის მეორე ნახევარი. ანგარიში კიდევ ერთხელ გეტყვით 18-9 გახლავთ ამ წუთისათვის. თამაშის 54 წუთი მიმდინარეობს. დერეფანში ყოჩები მოაწვდიან ბურთს. აუდიტორის თაობაზე მოგახსენეთ, თითქმის ყველა თაობის მორაგბეები არიან და არა მარტო მორაგბეები ჩნიას. კი ბატონო, პოლიტიკოსები საკმაოდ ბევრი არიან. ამასობაში ლაშა პოპყაძე მოახერხა ბურთის მოგება და აქ უკვე მოლი ცდილობდა ყოჩები ტერიტორიის მოგებას, მაგრამ ჯერჯერობით ამას ვერ ახერხებენ. არა კი მოახერხეს. შეინარჩუნეს. თავისუფალი დარტყმა, მოლი ჩაიხურა, ჩვენი შიდა წესების დამატებით ჩახორულ მოლზე შერკინება აღარ ინიშნება. რაც ძალიან ხელსაყრელია შერკინება, როგორც უკვე თქვენ თვითონ დარწმუნდით, ძალიან დიდ დროს თანთქმელი განახლების წყაროა და ამან უშუალოდ ყოველთვის შიდა ჩემპიონატს შეჰმატა ტემპი. 15 ნომრის პოზიციაზე ამ სიტუაციაში უკვე გეგენავა არის გადასული. გაათამაშეს ეს თავისუფალი დარტყმა და მაღალი აბრაგანიაცეს ბათუმელებმა ეს ბურთი ვერ აიღეს. შესწომა იყო რომ პირველი ბურთი ვერ აიღეს, სამაგეროდ გეგენავა მოახერხა ამ ბურთის დაუფლება და თავის ხარეს დატოვება. ყოჩებმა უკვე სიღრმეში გადაიტანეს თამაში და ამას უკვე თემო სოხაძემ დაკიდა მაღალი ბურთი, მაგრამ ისე თვითონ მოუწევს მასზე თამაში. ვერც ბათუმელებმა ეს ჯარიმა იქნება კი ბატონო. წინ თამაშის შემდეგ წინ დგომა მოთამაშე მითამაშა ბათუმელების მხრიდან და ნიკა ამაშუკელმა და აი გაძევებული ნიკა რეხვეაშვილი ბრუნდება. ნიკა რეხვეაშვილს მოუხმეს თამაში. საკმაოდ შებოჭირი თამაშია ნიას, ნიკა ამაშუკელს ტემპიც დაბალია სათამაშო. კი და ნიკა ამაშუკელს ეხლა მიხლა მიღწევები აქვს კარებში მიუთით ეს. ასეთი რამ ძალიან დიდი ხანია არ მინახავს და გატანის შემთხვევაში ეს რეკორდული მაჩვენებელი იქნება ამ მოედანზე მინიმუმ. კი. და საერთაშორისო მასშტაბითაც ბევრი ესეთი ბურთი არ გასულა. კი, გამიგია ლეგენდები იმის თაობაზე, რომ ინგლისში ერთ-ერთ ჩემპიონატზე, შიდა ჩემპიონატზე 50-იან წლებში დარტყმული აქვს და 70 მეტრიდან ბურთი და ხო, ესეთი ლეგენდები გამიგია. მაგრამ უშუალოდ ჩემი თვალით ამ დისტანციიდან კარებს დარტყმა უბრალოდ არ მინახია. შოტლანდიაში გაიტანა ზუსტად წელი არ მახსოვს, ნიას მოუძებენ და შემდეგ თამაში თუ კომენტატორები იქნებიან მოგახსენებთ 80 მეტრიდან თუ არ ვწდები და მოედანი გადაიტანეს და იქ დაუდგეს ძეგლი ამაგან ეს ბურთი არ მიაღწია. საფეხბურთო კარებებში როცა სულიყო აუცილებლად გავიდო და რაც შეეხება სარაგბო კარებისზე აქ უკაცრავად გახლავარ. ამასობაში იდროვა სურაძნელაძემ და უბრალოდ მოიგერია აუჩი ბურთი და ყოჩები მოაწვდნენ დერეფანში ბურთს. ხო, ეს ბურთი რო გასულიყო, ბევრს გავიცინებდი სიმართლე რო გითხრა. ამას
უპირატესობაში 17 ნომრით სანდრო კიკუაშვილი უკვე არის მოედანზე, სრულად ის გახდა კადრში. საჯაიას მიერ მოწოდებული ბურთი. ერფანი ორი ხელით და სტაბილურად კარგად მოიგო ხოჩებმა და ცდილობენ მოწინააღმდეგეს და გვერდიდან შეშლის უპირატესობა. ჯარმის უპირატესობა უკვე გააჩნიათ. მოკლეფსაზე გადაიტანეს თამაში მარჯანიშვილი ჩარდეს სიტყვის თამაში. ნახოთ რამდენად მოახერხებს არა. საერთოდაც რა მოხდა. უპირატესობა უბრუნდება ნიკა ამაშუკელი. სადაც 70 მეტრიდან უტყავდნენ კარებში ეს ჩათვალე რომ ყვავილებია ელემენტარულად. თუ რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. არა, მე მგონი კი თემურ სოხაძე დერეფანში გადააკეთეს ეს პუნქტი, ასეც ხდება და 5 მეტრიან ზონასთან ახლოს საკმაოდ კარგი დარტყმულია. კი. სადღაც 7-8 მეტრში გახლავთ მეტოქის ბლელო და ოჩებს უკვე დასაყევი გზა აღარ გააჩნიათ. 9 კილიანის ხაობის ამოსაყრელო უკვე არის გადასადგომი ნაბიჯები. სწორედ ამის გაკეთებას აპირებენ ყოჩები. რამდენად დაეთანხმებიან ამას ზღვისპირელები ეს ნახოთ. საჯაია მოიგეს ბურთი. ისევ ძალიან კარგი იყო ლაშა პოპკაძე. თითქოს მოლის გვერდზე აპირებენ ყოჩების შეტევის გაგრძელებას. ბურთი ვისაკა ეს არის ყველაზე საინტერესო თემა. არა მოახერხეს ყოჩებმა ამ ბურთის დატოვება. შემდეგ მოლის გვერდზე მაინც დაარტყეს. ისევ ყოჩები აკონტროლებენ ბურთს. მარშანია. ხელდახელ უტოვენ. ჯარიმის უპირატესობა გააჩნიათ. გამოიტანეს ბურთი. მალაღურაძე თვითონ შეუტია. გაიტოვა კიდევაც ბურთი. ყველაფერმა ამის შემდეგ საერთოდ შეტევამ ცენტრში გადაინაცვლა, მაგრამ ის რომ აქ უკვე წინ გაუვარდათ მე მგონი ყოჩების ბურთი, მათ სასარგებლოდ დაინიშნება ჯარიმა. ჩემი გადასახედიდან ეს ჯარიმა კარებშია დასაყრდნელი, არა სასწრაფოდ იქნა გათამაშებული ჭყიყვაძის მიერ და მანვე შეუტია მეტოქეს უპირატესობა ნიას დამაშგარის არიყვნენ არა ვერ მოახერხეს ბურთის გატანა. ვერ მოახერხეს ბურთის გატანა, ჯარიმის უპირატესობა ყოჩების სასარგებლოდ. და პირველი ნომერი ბათუმის ყვითელ ბარათს მიიღებს ალიკო შამილიშვილი. ასეც ხდება. ძალიან ეს ჩემი პროფესიული აზრი ძალიან სამართლიანად და ძალიან კარგად უძღვება და ამაშუკელი საბაბულაშვილი სულთან ჩიტოზე ამ თამაშს და შენ როგორ ფიქრობ ნიას რომ მხარეს თუ მისცემდი უპირატესობას მე რას ფიქრობ გეტყვი ამ წუთში ვფიქრობ იმას რომ შერკინება უნდა მოეთხოვათ ჩემი გადასახედიდან ყოჩები იქიდან გამომდინარე არა ეგ სამწუხარო აზრი არის აი შენაც გეკითხები დაუშვათ რომელ გუნდს მიანიჭებდი უპირატესობას რაგბის თამაშის მხრივ ნუ ბათუმელების უპირატესობა მაინც იგრძნობა მიუხედავად იმისა რომ ბოლო 5 წუთის განმავლობაში ყოჩები ძალიან გააქტიურდნენ მათ უკან დასაყევი გზა არა ნახოთ ეს უპირატესობა რომელიც მათი 5 წუთიანი გააქტიურება რაში იქნება ასახული და აი მე შემდეგ შეგვიძლია ვილაპარაკოთ მოლის გვერდზე ერთი შეტევა უკვე განახორციელეს ყოჩებმა თუმცა ვერ შეინარჩუნა კიდე მიუახლოვდნენ მეტოქის ჩათვლის მოედანს ცდილობდნენ აქ უპირატესობის რეალიზება თუ მე სწორად დავინახე კუპრაშვილი უკვე ლელოში იყო არ ვიცი ვერ დავდებ თავს ამას საჯები გაარკვევენ ამაშუკელმა დროის გაჩერების ნიშანი მისცა იგი მოუხმობს სავარაუდოდ ჯერ თანამსახთან გაივლის კონსულტაციას ხოლო შეიძლება ვიდეო რეფერის გამოყენება დასჭირდეს და ეკრანთან მიძუნძულებაც თუმცა საბაბულაშვილი მოიხმო იქვე იმიტომ რომ საბა ყველაზე კარგად ხედავდა ამ სიტუაციას თუ მოახერხეს ყოჩებმა ამ ლელოს გატანა მატჩის ენჭპილი ძალიან საინტერესო დაიძაბება ძალიან ამაში მარტო მაყურებელი თუ დარჩება კი ბატონო ვიდეო რეფერის უხმო სწორედ ნიას ნიკა ამაშუკელმა და მიემართება დიდი ეკრანისკენ და ჩვენც ნახოთ აბა თუ რაიმე შევამჩნევთ ხო აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება ის რომ ბურთი დაამიწეს თუ არა ყოჩებელებმა ეს ერთი დარტყმა და კუპრაშვილი აიტაცეს ამ სიტუაციაში ბურთს არა ჯერ არა აი წინ თამაშს ამოწმებენ არ ვიცი ზუსტად აი აქ აჰა შეიძლება წინ თამაში იყო დაფიქსირებული ამ სიტუაციაში ნახოთ მივანდოთ პროფესიონალებს ეს საქმე აქაც არა ვარ დარწმუნებული
აი ამ არა არ იყო შესული ლელოში. არა და თუ არ იყო შესული ლელოში. მოახერხეს ბათუმელებმა ამ სიტუაციის განეიტრალება. და ჩემი აზრით არ არის გამორიცხული რომ კისერში ბოჭვა დაფიქსირდეს, მაგრამ ლელოში რომ ვერ მოახერხა კუპრაშვილმა შესვლა, ეს ფაქტია. აი აქ მე მგონი კისერში ბოჭვა იყო. ნუ ჩემი გადასახედიდან ესე. მოდით მივანდოთ ნიას ეს გადაწყვეტილება საჯებს. რა თქმა უნდა, მე და შენ რამდენიც არ უნდა ვიმსჯელოთ ახლა ამ თემაზე. გადაწყვეტილებას ყოველთვის საჯები იღებენ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ბათუმელები ამ სიტუაციაში 14 მორაგბის ამარა არიან დარჩენილი. ანგარიში გახლავთ 18-9 ამ წუთისათვის და დაძაბულობა ნელა-ნელა პიკს უაკლოვდება. როგორც ჩანს, მოითათბირეს საჯებმა და მიიღეს გადაწყვეტილება და ნახოთ რას ეტყვის ნიკა ამაშუკელი და რას მოიმოქმედებს. ლელო ნამდვილად არ იქნება ჩათვლილი, ჩემი აზრით. და არც იყო ვერ მიაღწია ბოლომდე. ეს ერთმნიშვნელოვანია. მაგრამ მანამდე იყო წინ თამაში თუ მერე კისერში ბოჭვა, ამაზე უკვე მსაჯები მიიღებენ გადაწყვეტილებას. გუნდის კაპიტნები არიან მომხობილი თუ ერთი და თუ მეორე მხრიდან, ნიკა ამაშუკელი ზუსტად აი ამ სიტუაციას ხსნის. ამას უკვე იმას უნდა გაუსუხოთ, დაჭკობაძე რო შემოვიდა და გუგა შენგელია ბათუმელების შემადგენლობაში ამის თაობაზე უკვე მოგახსენეთ და როგორც ეთყობა აქ ჯარიმა ფიქსირდება. კი, ყველა იმ პოზიციიდან გამომდინარე, რომელი პოზიციაშიც ერთმა და მეორე გუნდი. მაგა კი ბატონო, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება ნიას, როგორც შენ თვითონაც შენიშნე, კისერში მოუხდა თელი ბათუმელებს, ჯარიმა, ლელო არ არის და ნახოთ ახლა რას მოიმოქმედებს, ისევ ყოჩები, ისევ გადააგდეს დერეფანში ბურთი და 5 მეტრიან ზონაში აქვთ მათ შემოგდების უფლება. გეუბნებოდით იმის თაობაზე, რომ ბათუმელებს უყვართ აი ამ ზონაში მოლში მიწოლა და ამ შემდეგ რა დროის ამაზე ალაპარაკი. აი ახლა კი მოახერხა ყოჩებმა მოლის ჩამოყალიბება, ვნახოთ თუ როგორ გაგრძელდება, თუმცა ჩავარდა ეს მოლი წესების დაცვით და ვნახოთ რას აიღე და მიეძალეს მიხვებიან სავარაუდოდ. ჭიყვაძე ახლა შემოსული. ვერ მოახერხა წინსვლა. სამაგეროდ მორკინალები აპირებენ მოლის გვერდზე დარტყმის მიყენებას. კიდევ ერთხელ დაარტყეს. მარშანიასთან ძალიან ყოჩაღად დახვდნენ ბათუმელები. რიცხობრივი უპირატესობა ამ შემთხვევაში ყოჩებს რო გააჩინეთ, ამის თაობაზე კიდევ ერთხელ შეგახსენეთ. აი აქ წყდება ფაქტიურად მატჩის ბედი და აი ამ სიტუაციაში ყოჩები დაჯარიმდნენ. ამ სიტუაციაში ყოჩები დაჯარიმდნენ, ბათუმელები ახერხებენ განეიტრალებას სიტუაციისას. რაც დიდი ალბათობით ფსიქოლოგიურად მინიმუმ ჩემი გადასახედიდან ყოჩებს გატეხავს წელში. შეიძლება წინ უსწრებ რაღაც მოვლენებს, მაგრამ ესაც და დაჯარიმდა არ მისცეს დამცველს ბურთზე ჩასვლის საშუალება ყოჩებმა. ამ სიტუაციიდან ხელსარიელი გამოსვლა მეტოქის 22 მეტრიანიდან უბრალოდ დრო იმდენად ცოტა რჩება. მართალია 19 წუთი არის წინ და სარაგბოს აზროვნებით შეიძლება ითქვას რომ სერიოზული ნაწილი არის და 9 გოლიანი უპირატესობის აღმოხმა ნამდვილად შეიძლება, მაგრამ ამ სიტუაციიდან მე მგონი ფსიქოლოგიურად ყოჩები შეიძლება გაატყდნენ. შეიძლება. თუმცა დროს რაც შეეხება ნიას სამწუხაროდ აი ახლა ნიკა ამაშუკოს დრო აქვს გაჩერებული, ხოლო ჩვენ ტელეეკრანებზე ზამზომი ციკციკებს, ამიტომ შეიძლება რაღაცა პატარა ცდომილება გქონდეს, როგორც პირველ ნახევარში გქონდა, ამიტომ ხო, გასაგებია ყველაფერი სასწრაფო იქნება მაჩვენებელი იმისა დრო როდის ამოიწურება. ეს ყველაფერი გასაგები თემა გახლავთ, მაგრამ მე ისიც თქვა მეგონა რომ ფსიქოლოგიურად შეიძლება გახდნენ, იმიტომ რომ 14 არიან მოწინააღმდეგე, 15 ყოჩი უტევდა და თანაც 15-იან ზონაში ძალიან აქტიურად უტევდა. აქედან უკულოდ გამოსვლაზე მაქვს მე საუბარი. კი, კარგად დაიცვა ბათუმმა რამოდენიმე შემთხვევაში თავის საკუთარ 15-იან ზონაში მოლი. აქ პირდაპირ აუჩი გადავიდა ბურთი? კი, ბატონო. აქ ბათუმელებმა ხელი წაუკრეს ყოჩებს. ხელი წაუკრეს ყოჩებს, ნუ ამ სიტუაციაში შორს დარტყმა უფრო გამართლებული იქნებოდა კობაბუჯიაშვილის მიერ, ვიდრე მაღალი ბურთის დაკიდება. საჯაია. ყოჩების უკანა ხაზი ფაქტიურად არ მუშაობს. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში.
წყინვალი თამაში იყო დერეფანში. ბოლოკაძე იქნა მოგებული ბურთი. ბოლოკაძე ცადეს უპირატესობის მოპოვება ყოჩებმა. ბურთის ადარი ყველა საინტერესო თემა ის არის. ყველა საინტერესო კი ის გახლავთ, რომ ჩხიკვაძე იყო ამასობაში შეტევაში. კიდევ მოახერხეს ყოჩებმა უკან დახევა. როგორც ეთყობა უკანა ხაზში საერთოდ არ აპირებენ ბურთის გატანას. სამაგიეროდ უახლოვდებიან მოკლე დარტყმებით მეტოქის 15-მეტრიან ზონას. ისე მოკინალებით გააგრძელებენ შეტევას, როგორც ეგინიაც მათ ხომ ბათუმს უშეტყვა, ისევ დარიმა. ვერაფრით ვერ ხსნი რატო არ ჩართეს უკანა ხაზი. არ ვიცი ამაზე მინიმუმ ერთი ხო მაინც მიდიოდა იქ თამაში. მინიმუმ სავარაუდოდ უფრო მწვრთნელს უნდა ვკითხოთ და თვითონ მოთამაშეებს. თუმცა ფიზიკურად მე მგონი ჯაბნის ბათუმი ჯერჯერობით ერევა და აი ეს აისახება და დაცვაში უკეთესად თამაშობს. აი ეს კი ფაქტია. კი, აი ფეხზე დგანან ორი ბათუმელი მორაგბე და მანამდე ჩავიდნენ ბურთზე, ვიდრე რაკეტ ჩამოყალიბდებოდა, ამიტომ სამართლიანი ჯარიმა და ჯილდოთ მიიღეს ბათუმელებმა. ის რომ ნინიძე მოიგერია აუჩი ბურთი და კიდევ უფრო შორს დაშორდა თავის ჩათვლის მოედანს, ანუ კიდევ უფრო ასე ვთქვათ ფანტაზიის სფეროსკენ გადადის. ყოჩების აი ამ ბოლო 5 წუთიანი უკვე 7 წუთია ისინი უპირატესობას ფლობენ, ყველაფერი ესწრება ისევ ბათუმელების მოედანზე, მაგრამ რეზულტატი არ ჩანს. ობა ტატოლაშვილი შემოვიდა ამასობაში 19 ნომრად მოედანზე. მიშა არჩუაშვილი გავიდა მოედნიდან და ალბათ სავარაუდოდ ყობა მაიმის გამოცდილი მოთამაშე. ორი ხელით მოახერხა ბათუმმა ბურთის მოგება და მოუწევს ახლა ბუჯიაშვილს ამ ბურთის შენარჩუნება. ზეზრუნვა ნინიძე დაჩკოპაძე მოახერხა დაჩემ თავისწილი 2-3 მეტრის მოგება. ბუჯიაშვილი სიღრმეში გადაიტანა თამაში. ახლა შემოსული გუგა შენგელია ბურთი. სიღრმეში გადავიდა ისევ თამაში და აქ უკვე ჭინჭოლაშვილი მაღალ ბურთს ყიდებს. მარჯანიშვილი ჯარიმის უპირატესობა უკვე გააჩნიათ ყოჩებს. კიდევ ერთი შეცვლილება განხორციელებულა შავლეკ მახარაშვილი გახლავთ მოედანზე. გადაიტანეს ყოჩებმა როგორც იქნა მარცხენა ფრთაზე თამაში. იქ გარკვეული უპირატესობა მოიპოვეს. ჯარიმის უპირატესობა გააჩნიათ ისევ. მახარაშვილი მალაღურაძე მაღალი ფეხით გადაცემული პასი და ვნახოთ აი ოდნავ დააყდა, თუმცა ჯარიმის უპირატესობას დაუბრუნებს ნიკა ამაშუკელი ყოჩებს. გადაწყვეტილება მე მგონი რომ ძალიან კარგი იყო და შესრულებაც კარგი იყო, სულ ოდნავი უზუსტობა. ცოტა მეტი სიჩქარე რომ მოეხერხებინა და მარჯანიშვილს ცოტა უფრო მაღალ სიჩქარეში აეკრიფა, შეიძლება და მიცდომოდა კიდევაც ამ ბურთს. ალბათ აუჩი გადაიტანა. გაცილებით უფრო ხელსაყრელი სიტუაციებიდან ელემენტარულად კარებში არ დაარტყეს ყოჩება და აქედან გამომდინარე მე მგონი ბურთის სასწრაფოდ არის მისაძლება აწოდებელი. უკვე 10-12 წუთიანი უპირატესობის მთელი ტალღაა ყოჩების. მიმდგარი არიან ბათუმელების მოედანს. აქ ჯინჯოლაშვილს გაუჩნდა პრობლემები, როგორც ვთქვათ. მოწესრიგდნენ ბათუმელები და ზღვისპირელები ახლა ისევ ყრუდაცვაზე გადავლენ. სიტუაციიდან გამომდინარე. რა ხდება მოედანზე ვერ გეტყვით რატო არ გრძელდება თამაში, მაგრამ იმას კი ნამდვილად გეტყვით 29 ნომრად არის მე მგონი ვიტალი ირემაძე გამოსული მოედანზე. კი ბატონო, უცნაური ნომრებით არის ბათუმი დაკომპლექტებული. ამრეკიშვილს 25 ნომერი აქვს, ირემაძეს 29. და ჯინჭოლაშვილი გადის მოედნიდან? კი, რეზი ჯინჭოლაშვილი გადის მოედნიდან. ეთქობა ფეხი ისე გაეჭიმა რომ ვეღარ აგრძელებს თამაშს. და ისევ ყოჩები მიუახლოვდა მოწინააღმდეგის ჩათვლის მოედანს, ნიას და ვნახოთ ბოლომოლი უკვე კარგად შეკრეს, თუმცა შემდეგ გაგრძელებაში აჯობა ბათუმმა ძირს თამაში და წაართვეს ბურთი. უბრალოდ მოიპოვეს ჯარიმა.
ამჯერადაც მოახერხეს ყოჩებმა უპირატესობის მოპოვება და უკვე 15-იან ზონაში არიან. ისევ მორკინალები დაპირებენ შეტევის გაგრძელებას. მე კითხვა დავსვი მხოლოდ და მხოლოდ. კი ბატონო, ისე მოაკვდა ამჯერად უკვე 12 ძალიან ახლოს არიან ნიას და არა კარგად ითამაშეს დაცვაში. კი ბატონო, გეთანხმები. მაგრამ ყოჩებს ბურთზე კონტროლი არ დაუკარგავთ. არა და ლელო გაიტანეს? ოეჩენა, მაგრამ გადაამოწმებს ნიკა ამაშუკელი. სიმართლე გითხრა ვერც კი შევამჩნიე ეს ეპიზოდი. საიდან უტევდნენ და როდის აპირებდნენ ამის გაკეთებას. ნუ აქ ზუსტად 100 ჯერ გასომე და ერთხელ გაჭერი უნდა ვიხმაროთ, იმიტომ რომ ფინალია და ყველა გადაწყვეტილება უნდა დავწონოთ. ეხლა მივა გაესაუბრება სულხან ჩიხლაძეს მოედნის თანამსაჯს. ლაშა ფოფხაძე იყო მე მგონი ისე მოწინავე პოზიციაზე. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, არ ვიცი გითხარით თუ არა პირველ ნახევარში, ლაშა ფოფხაძეს ამ სეზონში 7 ლელოა გატანილი და ის საუკეთესო ლელოა გახლავთ. არა, კოტე მარჯანიშვილის მერე კოტეს 8 ლელოა გატანილი. ისე ვიდეო რეფერის უხმობს ნიკა ამაშუკელი და გადაამოწმებს. ხო, საინტერესო კი იქნება და ეს ყველაფერი იქით რაკურსიდან თუ გამოჩნდება. ნუ მე და შენ ყოველ შემთხვევაში აი რაკურსი რომიდანაც შეიძლება გამოჩნდეს და ნათალი მოეფინოს ყველაფერს. ფოფხაძე იყო, მაგრამ დააფიქსირა თუ არა ბურთი ვერ გეტყვი. თუ ეს პოპხაძის ხელი იყო, მე მგონი ხაზზე კი დავდო. აი არ ვიცი თქო კონტროლი თუ დაკარგა ამ ბურთზე ნიას, სხვა რაკურსი თუ გამოჩნდება, უკეთესი იქნება. კონტროლი თუ დაკარგა, არ ჩაითვლება ლეგო. ყოველ შემთხვევაში ჩვენი რაკურსიდან კარგად არ ჩანს. აი ფიქსაცია აქ იყო ამ მომენტში. მაგრამ ვის მიერ იყო ფიქსირებული ეს ბურთი, ვერ გეტყვი. ვერც მე ნიას. ამიტომ საჯებს მივანდოთ ეს თემა. კი. ღმერთის წყალობით ერთი არ არის მსაჯი, 4 მსაჯი არიან, რომლებიც მიიღებენ ჯგუფურ გადაწყვეტილებას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ირაკლი ჭანუყვაძე გახლავთ ვიდეო რეფერი, რაც ეხება. ხედავთ ნიას რომ მიწდება ან ვარდება ზუსტად ამას ვერ არ ჩანს, ნუ ამ რაკურსიდან ეს ბურთი ვარდება, კონტროლს კარგავს ხედიდან, ყოჩების მოთამაშე თუ არა. სხვა რაკურსი თუ არის, უცნაური გაარმეორონ, აი ეს სავარაუდოდ უკეთესი იქნება. ერთი პირობა მე მომეჩვენა რომ დაფიქსირდა ბურთი. მე ბეფუნქციას არ ავიღებ ჩემ თავზე. როგორ არ მინდა ეხლა მსაჯების ადგილას ყოფნა ნიას სიმართლე გითხრა. ნუ მაგრამ ეს მათი პროფესიაა. რა თქმა უნდა. შენ კიდე მათი ერთ-ერთი მწვრთნელი ხარ. კი ბატონო. აქედან გამომდინარე მოგიწევ. თითქოს დამიწებაა, თითქოს არ ვიცი, მიიღებენ გადაწყვეტილებას. მაჩის დამთავრებამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო შევა. ნახოთ აი თანამსაჯები თუ შევლენ ჩაფლის მოედნის უკან, უნდა ვივარაუდოთ რომ ლელო დაინიშნება. მე მგონი ასეც ხდება ნიას. აჰა, ძელებს შორის მიდიან თანამსაჯები, რაც იმის მაუწყებელი გახლავთ რომ ლელო გაყვა. და პირველი ლელო იქნება გატანილი ყოჩების მიერ ამ თამაში. პირველი ლელო იქნება გატანებული ამ თამაში და მერვე ლელო ამ სეზონში ლაშა ფოფხაძის მიერ. ანგარიში ხდება 18-14. აქედან ბურთის გატანა ისევ ძალიან რთული თემაა, მაგრამ ერთხელ უკვე მოახერხეს ყოჩებმა აქედან ბურთის გატანა. და ამ დარტყმის ავტორი ისევ ბურთთან გახლავთ ლაშა მალაღურაძე. აქ შანსი ორი ქულა შემატოს თავის გუნდს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ 14-ნი არიან მოედანზე ბათუმელები. ამ წუთისაც ანგარიში 4 ქულამდე შემცირდა. კი ბატონო, ნახოთ ლაშა მალაღურაძემ ერთი ისეთი დარტყმა განახორციელა რომ რა ვიცი. აი თითქმის ანალოგური სიტუაციაა. ამას უფრო მოუყვეთ ის თემა იმ შემთხვევაში თუ პანჩი ფრედ დამთავრდა რა მოხდება. არა აცდაბურთი. აცდაბურთი ანგარიში რჩება 18-14, 4 ქულიანი უპირატესობა გააჩნიათ ბათუმელებს და თამაშის დამთავრებამდე 12 წუთი გარჩება. აბსოლუტური სიზუსტით დროს ჩვენ ვერ მოგახსენებთ, იმიტომ რომ უკვე გითხარით რომ როდესაც მოედნის მსაჯის დრო ჩერდება, მაშინ არ ჩერდება ტელეეკრანზე სამწუხაროდ, მაგრამ აბსოლუტური სიზუსტით შეგვიძლია მოგახსენოთ ის თუ რა მოხდება მატჩის პრედამთავრების შემდეგ. დიას მომინდვია ეგ ჩვენთვის. რა მოხდება და დაინიშნება 2 წუთიანი ექსტრა ტაიმი. მაშინ თუ იმ შემთხვევაში თუ მატჩი დამთავრდა ფრედ.
თუ იმ სიტუაციაში მატჩი დამთავრდება ფრედ მაშინ უპირატესობა მიენიჭება გუნდს რომელსაც დღეს კონკრეტულ თამაში ეკნა მეტი ლელო გატანილი ამ შემთხვევაში ბათუმ ამასობაში ვერ მოახერხეს მართალია ყოჩემა პირველი ბურთის დაუფლება მაგრამ შემდეგ გაუვარდათ უკვე ბათუმელებს წინ ბურთი მანამდე ყოჩებს გავარდნიათ წინ ბურთი როგორც ეთქობა და შეცვლა შემოდის ბათუმის რიგებში ნიაზ და 15-15-ზე გააგრძელებენ თამაშს ერთი და მეორე გუნდი მე ამასობაში დავამთავრებ იმ თემას რაზეც გესაუბრებოდი ანუ ექსტრა ტაიმების ფრედ დამთავრების შემთხვევაში მოხდება ის რომ დღევანდელ მატჩში მეტი ლელოვიცაც ეკნება გატანილი იმ გუნდს მიენიჭება უპირატესობა თუ ამ შემთხვევაში ტოლობა იქნა მაშინ იმ გუნდს რომელსაც წითელი ან ყვითელი ნაკლების ბალანსები ეკნება მიღებული ამ კონკრეტულ დღევანდელ მატჩში თუ ესეც დაემთხვა მაშინ ბათუმელები ჩემპიონები ცხადებია ზღვისპირელები შერკინება შეაგდეს ბურთი შეაგდეს და ჯარიმის უპირატესობა უკვე გააჩნიათ ბათუმელებს. ნინიძე მოკლე გადაკეთებით, სადარა უპირატესობა მოეპოვებინა, ამასობაში ყოჩების უკანა ხაზში შავლეკ მახარაშვილი ძალიან ეფექტური იყო, მაგრამ ეს აფიქსირებს იმას, რომ დაუბრუნდება ჯარიმა. ჯარიმა, რომელიც ბათუმელებს მანამდე ჰქონდა. ვინმეს გეპარებათ ეჭვი იმის თაობაზე რო კარებს დაარტყავენ, ბათუმელები მე ყოველ შემთხვევაში არა. ნახოთ, ესეთები არ დაურტყიათ, შეკაცო. დერეპანში იგერია არა არ უტყავენ კარებში არ უტყავენ კარებში გადააქვს დერეპანში ბურთი და ვნახოთ კიდევ ერთიც და როგორ მიადგებიან ბათუმელები მოგითხრა რომ კარგად დაარტყაო ნინიძემ ნამდვილად შეიძლება და ბევრად უკეთესად ამ ბურთის დარტყმა ყველა საინტერესო რა არის, იცი? ფოკერები რო არ შეცვლილენ არც ერთი და არც მეორე ამასობაში ისევ შეცდნენ ბათუმელები. ამასობაში ბექამ ამრეკიშვილმა ვერ მოახერხა რიგიანად ბურთის მოწოდება, რამაც საშუალება მისცა შავლეკ მახარაშვილს, რომელიც სიმაღლით ნამდვილად ვერ გამოირჩევა ამ სიტუაციაში. მასზე გაცილებით უფრო მაღლები არიან, მაგრამ მოხერხებულობაში კი უდაოცავო გადასარევია. მამრიკიშვილი. ამჯერად მესამე კაცზე და ამჯერადაც მოახერხეს ყოჩებმა დაუფლება ბურთი. კი, მოიგეს. ბათუმელებს ბევრი წუნი აქვს დღეს თოკირამეში. დერეპანში კი ბატონო, მახარაშვილი სოხაძეს გაუტანა, მაღალ ბურთი გადაიტანა თემურმა და ადგილზე კარგად დახტა სიჭინავა. ხელდახელ მოაქვს, გაცდა 1 მეტოქეს. და გააჭრა ყველაფერი და ფეხით გადაკიდებული ბათუმელები მისდევენ ამ ბურთს, თუმცა დაეუფლა თემურ სოხაძე ამ ბურთს და მოუწია ბურთის მოგერიება დერეფანში. ძალიან კარგად ითამაშა აქ სიჭინავა. ძალიან კარგად, მაგრამ გაგრძელება რომ უკეთესი მოენახათ ბათუმელებს კიდევ უფრო მწვავე სიტუაციაში შეეძლო ბურთის მიღება. ამასობაში ხდება ის რომ დერეფანში ისა ყოჩები მოაწვიან. სიჭი გადასარევი იყო ამ სიტუაციაში. გადასარევი იყო სიჭი ამ სიტუაციაში. მაგრამ დერეფანში ამჯერად ყოჩები მოაწვიან ბურთს და მთელი უკანა რეზერვი ჩართოეს ბათუმელებმა თამაში. გიორგი მენამდე 16 ნომრად, ვაჟა თაგაური 17 ნომრად და მურმან ჯიჯავაძე 18 ნომრად. ბექამ ამრიკიშვილი ტოვებს მოედანს. ლაშა საჯაია კი მოედანზე რჩება. ცოტა არ იყოს და გასაკვირი თემა აწეღან ვლაპარაკობდი იმის თაობაზე რომ ორივე ჰუკერი მოედანზე იყო და მიმდინარეობს 73 წუთი. ყოჩებმა მოახერხეს ამ დერეფანში ბურთის მოგება. გენებაშვილი ჩაუდა ყოჩაღად ბურთს. დატანა ვეღარ მოახერხეს და მგონი საერთოდაც დაეცვა წესი. გაუვარდათ ბათუმელებს. ხოიევას წინვალე შესაძლებლობა ჰქონდა მას შემდეგ რაც ყოჩებმა სერიოზული შეცდომა დაუშვეს ბურთის გათამაშებისას. ძალიან სერიოზული შეცდომა დაუშვეს ბურთის გათამაშებისას და წინვალე შესაძლებლობა ჰქონდა იმისთვის წინვალე შესაძლებლობა ჰქონდა ხოიევას იმისთვის რომ საბოლოოდ ცხიმიანი წერტილი დაეშვა.
თამაშისათვის, მაგრამ შანსი ყოჩებს კვლავ ჯერბათ. ეს შანსი საკმაოდ მიზერულია. აქ უბრალოდ გაატარეს. კი, ისევ ტექნიკური წუნი, საკმაოდ ბევრი ტექნიკური წუნი აქვს ორივე მხარეს. უფრო ბათუმს მე მგითხრა, უბრალოდ ფიზიკურ ძალაში ჯობნიან. ეხლა თავარი მიზანი ამ შეკინებაში ყოჩებისა უნდა იყოს, რომ შეინარჩუნონ ეს რუტინიას და არ დაჯარიმდნენ. მე მგონი დაცვაში თამაშითაც ბათუმელებმა აჯობეს. მე მგონი დაცვა გაცილებით უკეთესად ჰქონდათ ორგანიზებული ბათუმელებს. ჩემი გადასახედიდან ესეა. ძალიან რთულ სიტუაციაში არიან ყოჩები, ჯერ შეკინება უნდა მოიგონ ეს ერთი და შემდეგ კონტრშეტევა უნდა წამოიწყოს. და ყველაფერი ამისთვის 5-ზე მეტი აღარ რჩება. სულ რაღაც 5 წუთი რჩება თამაშის დამთავრება. სულ რაღაც 5 წუთი. და ნახოთ შეკინებას როგორ ჯერ ყოჩებისთვის შეკინება მოსაგებია. თუ მოახერხეს ამ შეკინების მოგება. და ისე ვერ დადგა, ვერ მოეწყო ეს შეკინება, მოუწევს ხელახლა გადაწყობა ნიკა ამაშუღას ამ შეკინებას. ჯერჯერობით ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ ბათუმელები ახერხებენ ბოლოს ამ წელიწადში მეორე ჩემპიონატის მოგებას. ბაჭი გრიგოლია ემზადება მოედანში შემოსასვლელად. ბატონო შეაგდეს შეკინებაში ბურთი. ყოჩებმა მოიგეს ეს ბურთი, მაგრამ გამოტანა ძალიან მოუჭირდა და გადაწყვიტეს, რომ ხელით გაეთამაშებინათ. გეგენავა ახერხებს რამოდენიმე მეტრის მოგებას. კი, რთული შეკინების, თუმცა ბათუმი ძალიან კარგად თამაშობს. აქ ბურთი ვის გაუვარდა, არა წინ გაუვარდათ ბათუმელებს როგორც ეთქობა ბურთი. დაინიშნება ისევ შეკინება. ჯერ ერთაზე იყო შეკინება, ეხლა მეორე ფრთაზე იქნება. მაგრამ ის პრესი, რომელსაც ბათუმელები მუდმივად ახორციელებენ, ბოლო 10 წუთის ჯერჯერობით წინ ვარ და ამაში კვლი ამოწმებს როგორ ამოწმდა იქ. ნუ ხელი ქონდა გაშვერილი და მე მაგ ხელის გაშვერაზე ასე ვთქვათ წამოვეგე. მოკლედ ვიდეო რეფერი სრული დატვირთვით მუშაობს დღევანდელ თამაში. სრული დატვირთვით. თუ ამ სიტუაციაში ბათუმელებმა ბურთი დაამიწეს, ჩათვალეთ, რომ ყველაფერს წერტილი დაესვა საბოლოოდ. ნახოთ თქვენთან ერთად. გეგენავა ბურთი დატოვა, შემდეგ კონტრაკი იქნა ბათუმელების მიერ განხორციელებული. აქ მე მგონი უკნიდან იყო ფეხით ნათამაშე ბათუმელების მიერ და შემდეგ ლელოზე წავიდა ვინ? ლელოზე ურჯუკაშვილი. მაგრამ ბურთი მე მგონი აი აქ ნახე. მივანდოფნიას. რა თქმა უნდა. როდის იყო მე ვიღებდი გადაწყვეტილებას რა უნდა იყოს. აი შეხედე. მაგრამ ფეხით ვინ შეაგდო? ფეხით ისე უკანა მოთამაშემ შეაგდო ბურთი ბათუმელთაგან და თუ ასე გადაწყვეტენ ნიაზ მაშინ იქნება შემთხვევით თამაშგარი და თამაშგ ან შეკინება მე მგონი ჯარიმა იქნება რატო უკნიდა მოთამაშემ აი და შეხედე უკან დგომმა მოთამაშემ გაკრა ფეხი და შემდეგ მასზე წინ მყოფმა ეს არა ეს ეპიზოდი არ არის აი ახლა დააკვირდი ერთ-ერთი ბათუმელთაგანი ახერხებს. აქ ეხება თემურსოხაძეს ეს ბურთი, აი ეგ არის საკითხავი. ჯერ არ არის თქო ის დარტყმა, რომელზეც მე მქონდა საუბარი. აი ახლა განხორციელდება ფეხით ეს დარტყმა. აი. ამ კადრიდან არაფერი არ ჩანს ეხლა ნიას იმათლე გითხრა. აი. ეს ეხლა თავის ფეხია, თუ თავისი ფეხია მაშინ არ ვიცი. კი, მე მგონი ლელოს დიდი შანსია. მე მგონი ლელოს დიდი შანსია იქიდან გამომდინარე რომ გუგა შენგელიამ თვითონ გაკრა ფეხი. მოკლედ ბატონო და გალბატონებო ეს ლელო ჩაითვალა აბსოლუტურად დამსახურებულად.
და ბათუმელები ახერხებენ დღევანდელი ფინალური მატჩი გამარჯვების მოპოვებას. ეს უკვე გამარჯვების ლელოა უდავოდ. მთელ ამ დაძაბულობას, მთელ ამ დღევანდელი მატჩი ეხლა სანახაობრივი კუთხით მაინდა-მაინც სახალისო შეიძლება არც ყოფილიყო უკეთესი თამაშები ამ სეზონში ბევრი გვინახავთ, არა ერთი და ორი გვინახავთ. მაგრამ ნუ ამ დაძაბულობას უნდა გაუწიოთ ანგარიში, რასაც ქვია ფინალი და ამ ფინალურ მატჩში ბათუმელები დამსახურებულად იმარჯვებენ. 23-14 ნინიზის მიერ გატანის შემთხვევაში ანგარიში კიდევ უფრო გაიზრდება 25-14 და რჩება სულ რაღაც ერთი წუთი, რომელშიც უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელი გახლავთ მატჩის ბედის შემოbrunება. რა თქმა უნდა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება, რა თქმა უნდა დაჯილდოების ცერემონიალისთვის უკვე ყველაფერი მზადდება. არ გამიკვირდება ნიას თუ კიდევ რამოდენიმე წუთი გაგრძელდება ეს თამაში, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი პაუზა იყო მეორე ნახევარში. ხო, მაგრამ 9 გოლის აღმოფხვრას შემოგვიგო. ეს არ მიმაჩნია რეალურად ყოველ შემთხვევაში. მაგაზე მაქვს ზუსტად ლაპარაკი. ესა რომ ზღვისპირილები დამსახურებულად იმარჯვებენ და ლოგიკა ამ შემთხვევაში რჩება თავის ადგილზე, რა მაქვს მხედველობაში მაქვს ის რომ რეგულარულ ჩემპიონატში გამარჯვებული სწორედაც რომ ბათუმელები იყვნენ. მეორე ადგილზე გასული ყოჩები რეგულარულ ჩემპიონატში ახერხებენ მეორე ადგილის საბოლოოდ გაფორმებას. მოდი ჯერ მივაღდევნოთ თვალყური იმას თუ რა ხდება მოედანზე. ხომ ნერვები უნდა მოტოქონება ბიჭებმა არ არის საჭირო. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მართალი ხარ, აბსოლუტურად გეთანხმები ამ სიტუაციაში. მაგრამ კიდევ ერთხელ უსვავ ხაზს, რომ შარშანდელი ჩემპიონატის ფინალისტი, შარშანწინდელი ჩემპიონატის გამარჯვებული ბათუმი ფაქტიურად ხდება თავისი ქალაქის სავიზიტო ბარათის სპორტულ თვალსაზრისით, თუმცა ფეხბურთელები სერიოზულ კონკურენციას უწევენ. მოკლედ ესეა თუ ისეა ბატონო, ბოლო 3 წელიწადში ბათუმელები ახერხებენ მეორედ გაჩემპიონებას და აბსოლუტურად დამსახურებულად. ეხლა გათამაშდა ბურთი, მინზე გადააგდება აუჩი. ბედნიერი იქნება ის, ვინც ამბულს დაიჭერს მაყურებელთაგან, ის რომ ამბულს არ შემოაბრუნებს. მაგას დარწმუნებული იყავით და ვულოცავთ ზღვისპირილებს დღევანდელ თამაში გამარჯვებას. ვულოცავ ბათუმს, ბათუმი 2022-23 წლის 2021-22 წლის სეზონის ჩემპიონი გახდა, დიდი 10-ის თასის მფლობელი. დიახ ბატონებო. ვულოცავ ასევე ყოჩებს ძალიან წარმატებული ჩემპიონატის ჩატარებას, ძალიან კარგი რაგბის თამაშის შემოთავაზებას, რომელიც გვანახა გასულ სეზონზე. დღეს ვერ დავიკვეხნით, რომ ძალიან სანახაობრივი თამაში იყო ნიას, თუმცა დაძაბულობა და დრამატიზმი არ აკლდა ამ თამაშს. ნავიღად. ბოლო წუთამდე დრამატიზმი. და ეხლა მოგვაწოდეს ინფორმაცია ბოდიშნიას, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშე ურჯუკაშვილი გახდა და მიულოცოთ ამ ახალგაზრდასაც. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად დასახურებულად. და ულოცავ ყველა იმ მორაგბეს, საჯებს შენს ნიას მაყურებელს, ვინც გახდა ამ ძალიან კარგი სანახაობის მომსწრე, რომელიც რამდენი წლის შემდეგ გაიმართა დიდი ფინალი ისევ ამ დიდ სტადიონზე და დიდი მადლობა მაყურებელს, ვინც მოვიდა, არ დაიზარა და დაესწრო ამ ფინალს. დიდი მადლობა რაგბის კავშირმაც, რომელმაც მოახერხა და ორგანიზება გაუკეთა აი ამ უდიდეს ჩვენი ქვეყნის უდიდეს არენაზე აი ამ ფინალურ მატჩს. რა თქმა უნდა, ბოლნისის კოჩებს კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი. მათ აბსოლუტურად დამსახურებულად მთელი სეზონის განმავლობაში ამტკიცებდნენ, ისინი უფრო სწორედ ამტკიცებდნენ იმას, რომ ეს გახდათ გუნდი ნომერი 2 წლევანდელ გათამაშებაში. როგორ იქნება მომავალში ამაგაზე ეხლა ვიცაუბრებ, მაგრამ ფაქტი გახლავთ ის, რომ გაიმარჯვა უძლიერესმა და ეს უძლიერესი გახლავთ ბათუმის ბათუმი. მეოთხედ ხდება ბათუმელთა გუნდი ჩემპიონი საქართველოსი. ეს გუნდი, რომელიც დაარსდა, მე გითხარით თუ არა, აღარ მახსოვს, მაგრამ განმეორდები 1969 წელს არის დაარსებული ეს გუნდი. მართალია შემდეგ სერიოზული პაუზა ჰქონდა და 1995 წელს გააგდგა. და იქიდან მოყოლებული ის ერთ-ერთი ავანგარდი გახლავთ ქართული რაგბის. ის რომ ბათუმი სარაგბო ქალაქად იქცა, ამის აღიარებაც მე მგონი მართებს ნიას და აუცილებლად უნდა ვთქვათ ეს, რომ
ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ბათუმს საქართველოში რაგბის განვითარების აბსოლუტურად იმსახურებს კიდევაც იმ მატჩის ბათუმში ჩატარებას, რომელზეც უკვე ჰქონდა საუბარი მემკვიდრეობაში მათ. ივლისის მატჩების უმნიშვნელოვანესი და ცენტრალური მატჩი საქართველოსა და იტალიას შორის მოგვიხსენებათ ეს მატჩი გაიმართება 9 ივლისს და გაიმართება ქალაქ ბათუმში. იმედი მაქვს, რომ გულშემატკივრები სრულფასოვნად დააფასებენ ამ მატჩს და გაავსებენ ბათუმის ახალ სტადიონს, რაც შეეხება დღევანდელ თამაშს. ეს თამაში უკვე დასრულდა. დიდი მადლობა ბათუმს, დიდი მადლობა კოჩებს და არანაკლები მადლობას იმსახურებს ჩემი გადასახედად რუსთავი, რომელმაც წლევანდელ გათამაშებაში მოახერხა და ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა, ფანტასტიკური, ძალიან კარგი თამაშებით. არა მარტო რუსთავმა, ყაზბეგმა და ტაომას ძალიან ბოლომდე იბრძოლეს და ძალიან კარგი თამაშები შემოგთავაზეს. დიდი მადლობა მსაჯებს და მოусმინოთ ირაკლი გეგენავას მის კომენტარებს. დაუშვით ალბათ ბევრი შეცდომები და მაგიტომაც მივიღეთ ეს შედეგი რა. მიულოცვა ბათუმს გამარჯვებას პირველ რიგში და მომავალში იმედი მაქვს, რომ ამ ეტაპზე ისე მოვხდები და გამოვასწოროთ ამ შეცდომებს რა. ატმოსფერო ძალიან კაი არის, როგორც შეეფერება რეგს და როგორც უნდა იყოს ალბათ საქართველოში და იმედი მაქვს, რომ სულ ესე იქნება. დიდი მადლობა წარმატებამ. ძალიან გულით ვცდილობდი რომ გამეგო რას ლაპარაკობდა ირაკლი, მაგრამ იმხელა აჟიოტაჟია ჩვენს ირგვლივ რომ ვერ მოვაყერდა ამის გაგება, თუმცა უერთები ყველა ბათუმელ გულშემატკივარს, რომელმაც დღეს გაიხარა თავისი გუნდის გამარჯვებით. კიდევ ერთხელ ულოცავ ბათუმის გუნდს ამ გამარჯვებას. და იმედია მომავალ წელსაც ასევე კარგი გუნდით წარდგება დიდი ასის ჩემპიონატში. ულოცავ თავდადებას კოჩებს, რომლებმაც ძალიან კარგი კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ვიტყვი, რომ ძალიან კარგი სეზონი ჩაატარეს და იბრძოლეს, ყველაფერი ჩადეს ბიჭებმა და კარგად ჩაატარეს სეზონი და დათმეს ფინალი, მაგრამ რაგბი ან ერთი მოიგებს, ან მეორე, ამიტომ ეს თამაშის განუყოფელი ნაწილია. თავარი ის არის, რომ რაგბი ფინალი ჩატარდა, მოიგო ბათუმმა და ხედავთ თუ როგორ დარბიან ბათუმელი მორაგბეები მოედანზე. ამჟამად საქართველოს რაგბის კავშირის მომსახურე მსაჯებს გვაჩვენებენ ტელეეკრანებზე, ვისი მადლობელებიც ვართ, რომ სეზონის ჩატარებაში და რაგბის თამაშებში ხელს გვიწყობენ. და ახლა კი მოусმენთ გამარჯვებას, როგორ შეაფასებდით დღევანდელ მატჩს და რა იყო მოვიდა. ბეკა ურჯუკაშვილი. თამაში დაძაბული გამოდგა, რა თქმა უნდა, ეს ფინალი იყო, აქამდეც კოჩებთან ჰქონდა ხოლმე რეგულარულ გათამაშებაში ერთი მარცხი და ნამდვილად ძლიერი ჩვენთვის უხერხული მეტოქე იყო და დღეს ან დღევანდელ თამაშსაც დაიწყო რა, ძალიან ბევრი დაძაბულობა იყო, რაღაცა ბევრი ცოტა წუნიც ბევრი ჰქონდა, მაგრამ ის ერთწლიანი შრომა, რაც თელმა გუნდმა, თელმა სტაფმა ყველამ ერთად ჩავდე, დღეს დაგვიფასდა და დღეს ჩემპიონები ვართ, რა თქმა უნდა, ბედნიერები ვარ და მადლობა მინდა გადაუხადო აი ამდენ გულშემატკივარს, რომელიც ბათუმიდან ჩამოვიდა. დიდი მადლობა გილოცავთ კიდევ ერთხელ. ეგ ძალიან კარგი სიტყვა წარმოთქვა ბეკა ურჯუკაშვილმა. კი, სრულფასოვნად ასაკა აბსოლუტურად ყველაფერი და ყოველდღე სიტყვას ვეთანხმები ნამდვილად. კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ იმ თემას, რომ ბათუმელებმა აბსოლუტურად დამსახურებულად მოახერხეს წლევანდელ ჩემპიონატში გამარჯვება. ის ლოგიკა, რომელიც სარაგბო ლოგიკას უძახი მე ყოველ შემთხვევაში სრულფასოვნად იქნა. სრულფასოვნად იქნა რეალიზებული. რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული ხდება საერთო გამარჯვებული. ეს კი გახარებული ბათუმელები. გაფაციცებული სამზადისი გახლავთ დაჯილდოების ცერემონიალის. რამდენადაც მე ვარ საქმის ყურში რაგბის კავშირის პრეზიდენტი სოსო ბრწყემალაძე. გამგეობის თავმჯდომარე დათო კაჭარავაც იქნება დამჯილდოებელთა შორის და თუ არ ვწდები ლაშა ხურთიძე საგამასწავლებელი დირექტორი რაგბის კავშირის. გასაგებია და ამას აუცილებლად უნდა დაუმატოთ ის ორი მშვენიერი ქალბატონი, რომელსაც მედლები გამზადებული აქვს უკვე ჩამოსარიგებლად.
თითქოს და ყველაფერი მზად არის იმისათვის, რომ აი ეს ოფიციალური მხარე უკვე შესრულება რიტუალი, ყველა სასიამოვნო რიტუალი. კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ იმას, რომ მაინდა-მაინც გულდასაწყვეტი ყოჩებს არ უნდა კონდეთ, ანუ მათ შეძლეს იმ მაქსიმუმის შესრულება წლევანდელ სეზონში, რაც ალბათ დასახული ქონდათ. რა თქმა უნდა 200-ზე არ არსებობს იმ სტამბოლზე, რომ ფინალში მოსაგებად იყვნენ გამოსულები, მაგრამ იმ ობიექტური მიზეზების და გამო ჩემი გადასახედიდან მე მხედველობაში მაქვს ის, რომ მთელი უკანა ხაზი მამუკაც არის მზად იმისათვის, რომ კი, აი მამუკა გორგოძე არის მოედანზე. ლეგენდარული ქართველი მორაგბეც ცხადია ამ პროცედურაში თუ მიიღებს. თუ ვერ იცანით, ესე იგი რაღაცა რაგბის და კიდე ზურგიდან ის გვერდიდან უნდა იცნო ეგ ადამიანი. ეხლა თუ რაგბის მაინც გაგონილი ან ნანახი თუ არცები საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს გადასცემს მეკა ორჯუკაშვილს. კი ბატონო, აბსოლუტურად. და ულოცავთ ამ ახალგაზრდებს. რა თქმა უნდა დიდი ბედნიერებაა ესეთ ლეგენდასთან ერთად ლეგენდის მიერ გადმოცემული მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზი. ეხლა კი ნელა გადადის იმ სტადიაში ყველაფერი. აჯილდოებენ საჯებს ნიას, ვინც ამ დაძაბული ფონის კარგად განსჯა და სამართლიანად ხო ძალიან რთული თამაში. ძალიან რთული, საერთოდ ყველასთვის ძალიან დიდი ჯაფა მოუწიათ რომ გაეწიათ ბიჭებს და ამაჩის ორგანიზებისათვის ლაშა ხურციძე აჯილდოებს ჩვენს ახალგაზრდა საჯებს. აჰა. ეს ძალიან საინტერესო თემაა და გივი მრევლაშვილი. ბატონი გივი მრევლაშვილი, რომელიც ბატონი სოსო ტყემალაძე საჯების შრომას აფასებენ. აბა საჯის გარეშე რომელი თამაში გინახავთ? ვერანაირად. და ერთ-ერთი ყველაზე რთული სამსახური მინდა გითხრათ რაგბის მომსახურე პერსონალისა. და გახსოვს ეს ყველაფერი რომ 12-15 წლის წინ შეუძლებელი, როდესაც ძალიან ცოტა რაოდენობა და უკვე ასევე ძალიან დამსახურებული ძველი თაობა საჯებისა ნიას ვით აქამდე მოიყვანა და მე უკვე დათო შუბითიძის წყალობით და რაგბის კავშირის წყალობით წინ წაიწია და ახალგაზრდებმა შეძლეს და მოინდომეს ამ საქმეში ჩაბმა. აბსოლუტურად გეთანხმები ის შრომა რომელიც იქნა დაწყებული 15 წლის წინ დათო შუბითიძის მიერ აი ამ ყველაფერმა ნაყოფი გამოიღო. თუ გახსოვს და თუ გადაავლებ თვალყურს ფინალური მატჩების საჯებისას დიდი ხნის განმავლობაში, მთელი 6-7 წლის განმავლობაში მოწვეული საჯები ატარებდნენ ფინალურ მატჩს. კი და ეხლა უკვე ჩვენ უშვებთ იქით, ამიტომ აი ეს სხვების ფინალზე შეტრიალდა კი ბატონო, არა მარტო კიდევ ერთხელ გამიმეორდები და არ მომერიდება რომ თქვა რომ პირველად საქართველოს საერთოდ საქართველოს კი რა რაგბის ისტორიაში ტიერ 2 ქვეყნის წარმომადგენელი ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ ნიკა ამაშუკელმა იმსაჯა 6 ერი. მოიცა. რა დროს 6 ერია ლაპარაკი, აქ პრიზი არის ლაპარაკი უნიკალურ რამეზე. აი ეს საჯისთვის განკუთვნილი პრიზი. აი ეს კი მოულოდნელობა კი არა, ნუ უნდა გითხრათ რომ ნიკა ამაშუკელისთვის განკუთვნილი აი ეს ავტომობილი. და თვარწები ელექტრო უნდა იყოს? კი ბატონო, აი ეს კი გენიალური საჩუქარი იყო. და დიდი მადლობა ბატონ სოსოს ამისთვის და რაგბის კავშირს ნიკა ალავიძე, ასევე ჩვენი ძალიან კარგი თანამშრომელი რაგბის კავშირის ერთ-ერთი. აი ეს კი ფოკუსი იყო, რომელსაც არანაირად არ ველოდი. ბრავო რაგბის კავშირს. ბრავო. უნიკალური საჩუქარი, ესეც საჩუქარი ნიკას კი არა. გახარებული ნიკა ამაშუკელი, ყოჩახ რაგბის კავშირს ფრიად მოხარული ვარ და გირდებით რომ ერთ-ერთი პირველი ვიქნები, ვინც ჩაუჯდება ნიკას და მოუსინჯავს. ამას ნიკა რო არ მოელოდა ეს ხაზზე უცხადესია. ეს იყო მე მგონი ორმა კაცმა იცოდა საერთოდ. ამის თაობაზე. ფენომენალური იყო, ფენომენალური სურპრიზი იყო. კი მქონდა ყური მოკლული, ახლა სიმართლე გითხრათ, რაღაც სურპრიზი რომ მზადდებოდა, მაგრამ ესეც არ მოველოდი.
ხომე არ ვიყავი საქმის კურსში ნიას სიმართლე გითხრა ვიცოდი რომ ორი ადამიანი უნდა დაეჯილდოვებინათ ერთი დააჯილდოვეს ჩვენი ღრმად პატივცემული თემური და ჯაფარიძე მყავს მხედველობაში და მეორე აღმოჩნდა ნიკა ამაშუკელი ულოცავ ნიკას ამ შვენიერ საჩუქარს და პატარა შურიც მაწუხებს ისე კეთილი შურია კი ბატონო ნუ კეთილ შურზეა ლაპარაკი ბუნებრივია ხო ამისთვის 06 ასეთი საავტომობილო ნომრით იმ პროცედურის გადადება ნამდვილად ღირდა მე მხედველობაში მაგ დაჯილდოება რო შეფერხდა ეხლა კი ამ პროცედურას როგორც ეხლა ნიკა არის ბუნებრივია გახარებულია და ნუ ფანტასტიკური საჩუქარი მიიღო და აბსოლუტურად ვეთანხმები ლუკას ნათქვამს რომ იმსახურებდა ძალიან რთული თამაში თაობა იმსახურებს ეს მარტო ნიკას საჩუქარი ჩემი გადასახედიდან არ არის ეს გახლავთ მთელი მისი თაობის დაფასება აი საჯების მთელი არმია რომელიც წერან იყო ეკრანებზე და მათი შრომის დაფასება გახლავთ ერთ მნიშვნელოვნად რა მანქანა ხო არის ლუკა თუ არ ვწდები BMW W კი ბატონო რა მოდელი არ ვიცი მე ძალიან სუსტი ვარ ასეთ რაღაცების ცნობაში ნიას ამიტომ მე ნიას მეთქი და ნიკას თვითონ ვკითხავთ ამასობაში როგორც გითხარით რაგბის კავშირის წარსულში ძალიან ცნობილი ქართველი მორაგბე დათო კაჭარავა რაგბის კავშირის პრეზიდენტთან სოსო ტყემალაძესთან და ივი მრევლაშვილი და რაგბის კავშირის ოპერაციების დირექტორი ლექსო გუგავა ურიგებენ დამარცხებულ გუნდს ყოჩებს მედლებს კიდევ ერთხელ მიულოცავ ყოჩებს აბსოლუტურად დამსახურებულად წლევანდელ სეზონში მეორე ადგილის დაკავებას გუნდის პროგრესი ბოლო 3 წელიწადში იმდენად დიდი გახლავთ რომ ჯერ იყო და შარშანდელ სეზონში მეოთხე ადგილი აიღეს მანამდე 3 სეზონით ადრე საერთოდაც ქვედა ლიგაში იყვნენ და ეს პროგრესი რომელიც დღეს დაგვირგვინდა მეორე ადგილი და ვერცხლის მედლებით თავისთავად თვალსაცემი თემა გახლავთ მოკლედ ეს სასიამოვნო პროცესი გრძელდება და ყოჩები ერთმანეთის მიყოლებით ჯილდოვდებიან ამ პრიზებით დათმა გაჭერავან ბუნებრივია სასიამოვნო პროცესია როდესაც შვილს გადაცემდა ამ მედალს აქაც ანალოგიური სიტუაცია ლაშა მალაღურაძე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი კადრში და საერთოდაც ჩამოგიტვით ყოჩების გუნდს ეს ამ ბოლო სიტუაციაში სერგი ჩხაიძე იყო სტაფი მთლიანად ყოჩების ჯილდოვდება ანტონ ფეიქრიშვილიც აქ გახლავთ გუნდის შერგინების მწვრთნელი სათადარიგო ნიკა თეზელაშვილი და ასე შემდეგ კიდევ ერთხელ ჩამოგიტვით მაშინ თელ შემადგენლობაში იროდიონ ხუცნაშვილი, ლაშა საჯაია, ბაჩუკი ჭუმბაძე, ლაშა ფოფხაძე, მიშა არჩუაშვილი, აკაკი მარშანია, გიორგი ტყეშელიაძე, გიორგი მჭედლიშვილი, ნიკა კუპრაშვილი, ლაშა მალაღურაძე, კოტე მარჯანიშვილი, სერგი ჩხაიძე, თემო ჭიჭინაძე, ირაკლი გეგენავა, ნიკა რეხვიაშვილი, ლევან გენებაშვილი, სანდრო კიტუაშვილი, გიორგი კოციტაშვილი, ობა ტატულაშვილი, ნიკა ჩხიკვაძე, შავლეკ მახარაშვილი, თემო სოხაძე, რანი ფხალაძე, ლევან გოგოლაშვილი, ნიკა ბიწაძე. ნიკაძემაც მიიღო, კი წერენ დავინახე ცხადია. თავისი კუთვნილი медали. მთელი ეს კამპანია ვიქტორ დიდებულიძის დიდებული მუშაობის შემდეგ ვერცხლის მედლებით იქნა დაჯილდოებული თემო გაფრინდაშვილიც აუცილებლად მოგახსენებთ გუნდის მთავარი მენეჯერი და ასე შემდეგ. კიდე შეიძლება ვიღაცა გამომრჩა, მაგრამ უკაცრავად და ეხლა დადგა უკვე ჩემპიონების დაჯილდოების ცერემონიალი. ბათუმელთა შემადგენლობასაც აუცილებლად მოგახსენებთ,
სად მონახა ეს გოგოები მიშა ხარატმა მე ვერ გეტყვი, მაგრამ ყოჩად მიშას ერთი მედალი ეკუთვნოდა ოქროსი. ბათუმელთა შემადგენლობა კი შემდეგნაირად გამოიყურება. ალეკო შამილიშვილი, ბექამ ამრიკიშვილი, გიორგი ჭყარტიშვილი, კობა ჯიმშელეიშვილი, სანდრო ქოიავა, ვანო ფუტკარაძე, საბა შუბიდიძე, ხვიჩა ბუჯიაშვილი, კობა ბუჯიაშვილი, რეზი ჯინჯველაშვილი, ნიკა ნინიძე, ბექა ურჯუკაშვილი, ზურა ძნელაძე, ანზორ სიჭინავა, მამუკა ნინიძე, გიორგი მენაბდე, ვაჟა თაგაური, მურმან ჯიჯავაძე, დაჩი კოპაძე, გუგა შენგელია, არჩილ თურმანიძე, ბაჩი გრიგოლია, ვიტალი ირემაძე, გუნდის მთავარი მწვრთნელი ირაკლი ნინიძე, მას გამორჩეულად ულოცავ ყველა ამ ბოლოს 3 წლის შედეგებს ბათუმელებისას. 3 წელიწადში მოახერხო 3-ვეჯერ ფინალში გასვლა. ამ 3 ფინალიდან 2-ის მოგება, ამას რო ცოდნა უნდა. გიგა ხოჭოლავას გუნდის მენეჯერს. და ბათუმელები მზად გახლავდნენ თასის მისაღებად. ბათუმელთა სრული შემადგენლობა შეიძლება ვერ ჩამოუთვალე კიდევ ერთხელ ბოდიშის მოხდა მომიწევს. ყოველ შემთხვევაში დღევანდელი განაცხადის სრულფასო უნდა წარმოგიდგინოთ. და ხაზ გაუსვავ კიდევ ერთხელ, არ მომბეზდება ამის თქმა, რომ ბათუმელებმა აბსოლუტურად დამსახურებულად მოახერხეს დღევანდელ მატჩი და კონკრეტულად 2001 რაშუაში უკვე ენა დამებნა. 20-21 წლის ჩემპიონატში გამარჯვება აბსოლუტურად დამსახურებულად. და დაჯილდოების ცერემონიალი გრძელდება. დაგიტოვებთ ამ კადრებს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ მატჩის ყველა ორგანიზატორს. იმიტომ რომ მართლაც უნიკალური ზეიმი იქნა მოწყობილი, თავის სურპრიზებით, უნიკალური სურპრიზებით. რამაც გულგრილი მე მგონი არავინ არ დატოვა. მე რა რომ ფინალური მატჩი ისეთი დაძაბული და საინტერესო არ გამოვიდა, როგორც სხვა მატჩები, იმიტომ რომ ამ ჩემპიონატში უფრო საინტერესო და უფრო მაღალი კლასის თამაშები გვინახავს, თუმცა ყველაფერს ამას ერთადერთი პასუხი აქვს. ფინალი გახლავთ ფინალი. ეხლა კი ბატონებო და ქალბატონებო გიტოვებთ აი ამ კადრებს, რომლის შემყურეს ბუნებრივია თქვენ დარჩებით და მეც თქვენთან ერთად დავტკბები და ვისიამოვნებ ბათუმელების ზეიმით.